საღამოშვიდობის, მადლობა პირველ რიგში, რომ გამონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან ინტერვიუსთვის. ვიდრე აქ შემოხვიდოდით, მესმოდა ერთ-ერთი ჩვენი ჟურნალისტი გეუბნებოდათ, მადლობა იმისთვის, რომ თქვენი სიტყვები ძალიან გვამხნევებს ბოლო პერიოდში, თქვენი გადაგებები. და მეც მინდა რომ ინტერვიუ ამით დავიწყო, მადლობა ამისთვის. იმიტომ რომ სინამდვილეში მრევლი და არა მხოლოდ მრევლი საზოგადოება ელოდება ხოლმე განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში სასულიერო პირებისგან რაღაცნაირად მამურ სითბოსა და სიყვარულს. ხშირად გვესმის გადაგებები, რომელიც არის პოლიტიკური. ეთერები, სადაც მაღალი იერარქიის წარმომადგენლები კი საუბრობენ პოლიტიკურ თემებზე და ისე როგორც დაუშვათ რაღაც მიმდინარე პოლიტიკურ ამბავს თუ მოვლენას აი ამ პოლიტიკური ძალის პრიზმიდან სჭირდება, მაგრამ არასდროს საზოგადოებასთან არ საუბრობენ. პირიქით გაბრაზებულები არიან, სულ საყვედურობენ ამ ადამიანებს, სულ თითქოს იმ ნარატივს მიყვებიან. ნუ ყოველ შემთხვევაში არ ჩანს თქვენ კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი აი ძალიან კრიზისულ ღამეებში, როცა რთული ღამეები გავიარეთ ჩვენს მოქალაქეებმაც, ვიღაცები ძალიან დაშავდნენ და თქვენი გადაგება ვნახეთ, რომელიც ამას გმობდა, რომელიც გაბრაზებული იყო ის, რასაც უნდა მე როგორც ამ ეკლესიის შვილი და მრევლი უნდა გრძნობდე, როცა მე მირტყამენ. ჩემი გამოსვლაც პოლიტიკურია ამ შემთხვევაში. თქვენი გამოსვლაც პოლიტიკურია. მათი გამოსვლა მხარდამჭერია რეჟიმისთვის. კი ბატონო. ამის კითხვა გინდა. კი ბატონო, კი ბატონო. ხო და იმათი გამოსვლა მეც მაძლევს იმის უფლებას, რომ თუ შენ შეგიძლია დადგე მთავრობის მხარეს, ერთი პარტიის მხარეს და მეორე შეურაცხო, მე რატო არ შემიძლია მეორე სასულიერო პირს, რომ მე ესე არ მიმაჩნია. არ არის ეს სწორი. ამიტომ ეს მაინც პოლიტიკაა და ეხლა მე იმ მღვდელმთავარი იქნება ეს თუ ეს იქნება მღვდელი, მე პირადად მას ვერ უწოდებ, რომ აი შენ მწვალებელი ხარ და შენ ისა ხარ, იმიტომ რომ ეს მაინც ეროვნულია, ეს მისი აზრია. მე არ მომწონს, მაგრამ მისი აზრია, ხო? მისი არჩევანია. და თუ მე ვთვლი, რომ მან ცუდი არჩევანი გააკეთა და ხალხიც ესე თვლის, ეს მისი პრობლემაა. ამიტომ მე მასაც აი ესე საჯაროდ ვერ განვიკითხავ, თუმცა სახელითაც მით უმეტეს, მაგრამ თუმცა ვინც ესე აკეთებს, როცა ასე ახალგაზრდობას ქუჩაში განწირულად ურტყამენ და შენ მერე იტყვი, რომ მთავრობას კიდევ უფრო მეტი შეუძლია და საერთოდ შეუძლია რომ დახოცოს ეს ახალგაზრდობა, ამის თქმა არ შეიძლება. ეს არ არის მღვდელმსახურის მოწოდება არის ეს და მე პირიქით მე სიმართლის დაცვას მოუწოდებ და არა ვინმეს მკვლელობას და ასე შემდეგ. ამიტომ რატო ხდება ესე მეც მიკვირს. ხო, რა. მეც მიკვირს, რატო ხდება ესე? იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ვალდებულები, კიდე თუ არა ვაქოთ მთავრობა, ეკლესია არ არის ამაში ვალდებული, კიდე თუ არა აქო. ცა იმ ხალხს, რომელიც ჩვენი ეკლესიის შვილები არიან, ასე ცუდად ექცევიან, მე რა უფლება მაქვს, რომ თქვა, რომ ეს მთავრობის პრეროგატივაა. არ არის მისი პრეროგატივა. მთავრობას ევალება ხალხი დაიცვას გარეთა და შიდა მტერისაგან. და როცა მთავრობა ხდება მტერი, მთავრობა ხდება მოძალადე, ეს არის საშინელება, გაჩუმება უბრალოდ შეუძლებელია. აი რამ უნდა შეგაშინოს, რომ ეს არ თქვა. და მით უმეტეს მე როგორ უნდა შემეშინდეს კაცი დავბერდი და 17 წლის ბავშვები ისეთ წერილებს წერენ ციხიდან და ისე მედგრად არიან და ისე თავგანწირვით მიდიან, მათ არ ეშინიათ სიკვდილიც და მე რისი უნდა შემეშინდეს. ამიტომ არ ვიცი, ვისაც შეეშინდა რაღაცის დაკარგვის. ნუ ეთყობა შეეშინდა რაღაცის დაკარგვის და იმიტომ არ ამბობს რაღაცა ან რაღაცა აქვს მთავრობას მის წინააღმდეგ, ან რაღაცას აძლევს და მე არ ვიცი. სახეს ქმნიან, რომ თითქოს
აი ახლა ახალი კანონები ალბათ იკითხავდით თქვენ ამასაც, მაგრამ რაღაცა შეფასებას უგრძელავენ ხალხს. კი ბატონო, აი მაგალითად სიტყვები მოღალატეობრივი, რაც შესაძლოა თქვენც თქვათ, უკვე სისხლის სამართლებრივად დასჭერით შეიძლება გახდეს. თქვი ეს დამჟიან? აი მაგალითად აქტივისტები უკვე დააკავეს 10, 12, 7 დღით იმის გამო, რომ თქვენს მსგავსი ხო და წარმოიდგინეთ, აგერ მოღალატე გარუსება, თვითაღიარებული მოძალადე. სახელმწიფო, რომელიც არჩევნების წინ ამბობდა, რომ ეკლესია სახელმწიფო რელიგიად გავხდიო მართლმადიდებლობასო. თუ ეს მოხდა, მაშინ სახარებასაც შეცვლიან, იმიტომ რომ სახარებაში ჰეროდეს მელას უწოდებს ქრისტე. ფარისევლებს შეფეთქილ საფლავებს უწოდებს. შეფეთქილი შიგნითო მატლით ხართო სავსეო. ესე უწოდეს პირდაპირ ეუბნება. და ეს შეფასებაა ქრისტესი. ქრისტემ შეაფასა ფარისეველი, რომ შიგნით მატლი იყო და გარეგნული ფორმა ჰქონდა თვითონ მოწესრიგებული და შიგნით მოღალატე იყო, კვლელი იყო. ეს უთხრა. და ამოვიღოთ მაშინ სახარებიდან. ადამიანი, რომელიც შექმნა ღმერთმა, პირველი რაც დაავალა, უთხრა, რომ წადი სახელები დაარქვე. სახელის დარქმევა იმას კი არნიშნავს, რომ ამ ცხოველს ის უწოდა, არა. ცხოველს ცხოველი უწოდა, ხეს ხე უწოდა. და მოვლენების შეფასების უნარი გამოავლინა. ანუ ღმერთმა უმთავრესი რაც მოგცა კაცობრიობას, ანუ პირველ ადამიანს რაც მისცა შეფასების უნარი. ამას გვიგზალავს? მე მოღალატეს მოღალატე არ დაუძახო? ქრისტემ თქვა, რომ გიყვარდეს რომ მტერი შენი, მაგრამ არ უთქვამს რომ მტერს მეგობარი დაარქვიო. შეაფასა ის მტერია, ნუ მოიძულებო, მაგრამ იცოდე რომ მტერია. ხო? ანუ როგორ შეიძლება ქრისტიანულ ქვეყანაში შეფასების შესაძლებლობა წაართო ადამიანს? სიტყვის თავისუფლება საერთოდ რა მოსატანია? სიტყვის და რა არის სიტყვის თავისუფლება მაშინ? მე არ ვიცი. აი რას ემსახურება ეს კანონი? რა არის ეს? ხო, ნუ დაცულობას, ეხლა თუ ვიღაც თulis რომ შენ მოღალატე ხარ და დაიჭერ ის რომ გამოვა უფრო მეტჯერ დაგიძახებს მოღალატეს, ეს ხო ქართველის ზოგადად ადამიანის ბუნებაა, განსაკუთრებით ქართველის. თქვენ ესეთი რამ გაქვთ ნათქვამი, რომ მოღალატეებს ერი ღალატს არ პატიობს, მაგრამ თითქოს საზოგადოებაშიც ამ მომენტისთვის არ არის ეგეთი მძლავრი ემპათია ადამიანების მიმართ, ვინც ახლა რეპრესირებული არის. შეიძლება ეს მოასწავებდეს რაღაცნაირად აფეთქებამდე პერიოდს, იმიტომ რომ ხალხი ახლა თითქოს არ არის ისეთი აქტიური, გაბრაზებული, როგორც უნდა იყოს, თქვა, თითქოს. არ ამგონია. არ ამგონია. მე საერთოდ მოდელს ყველაზე ახლო ურთიერთობა აქვს ხალხთან. არც ერთ პროფესიას არ აქვს ისეთი ახლო ურთიერთობა ჩვეულებრივ ადამიანებთანაც და არაჩვეულებრივებთანაც, როგორც მოდელს აქვს. იმდენად საზოგადო მოღვაწე არის, ანუ საზოგადოებში გულისხმობ, რომ იმდენად ხალხში არის გასული. და მე სხვანაირად ხედავ, არავის არ მოწონს. მათი მოქმედება არავის. მე ვფიქრობ, რომ ესენი აკეთებენ იმას, რომ ცდილობენ დაშინებას. დაშინებას ცდილობენ. შეუძლებელია ეს სიტყვა გააჩუმონ. შეუძლებელია ეს დამარცხდეს. შეიძლება ღმერთმა უკნას, მაგრამ სხვა, შეიძლება მეც მოკვდე, სხვაც მოკვდეს, 1000 რაღაცა მოხდეს, მაგრამ ეს არ გაჩერდება. ამას ისინი ფაქტიურად ხარაკერს იკეთებენ საკუთარი თავისთვის და სამწუხარო საკუთარი ოჯახებისთვისაც. რასაც აკეთებენ ეს მე არ მეგონა, რომ თუ ვინმე შეძლებდა ამ 30 წლის მერე ასე ამდენი ხალხის პოვნას, რომელიც რუსეთისკენ მიაბრუნებდა პირს, ამდენ ღალატს ჩაიდენ და არ ვიცი, აი რაღაც საოცრება მოხდა, მოულოდნელი, მაგრამ ამდენი გონსმოსული ხალხიც საქართველოს არც ერთი რევოლუციის დროს არ ყოლია. არც ერთი. ძალიან ახალ ძლიერი მარტო ახალგაზრდობა არა. ჩემი თაობაც ყველა ხედავს ბნელს და ყველა ხედავს ნათელს. ამიტომ ამდენი ნათლის მხილველი ხალხი გყავს, ამდენი თავისუფლების
თავისუფლებას მოწყურებული ახალგაზრდობა გვყავს და შეუძლებელია მათმა წააგონ. ვერ დავიჯერებ ვერაფრით. არ წააგებ. გეთანხმებით კი, ნამდვილად დამარცხება სიკვდილს ნიშნავს, თან ეს ის თაობაა, რომელსაც დამარცხება ჯერ არ უგემია და როგორი ძალიან არასოდეს არ ყოფილა ასეთი ისა. ახლა ამ წლებში ისეთი გადანაწილება ხდება რაღაცების და აი აქ ესეთ დროს აღმოჩნდით და უკრაინაში სამწუხაროდ იხოცება თავისუფლებას მოწყურებული ხალხი და ბავშვები კვდებიან. ეგ ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინა იარაღით, ტყვიით, ცეცხლით რო იბრძვის. მაგრამ ჩვენ სიტყვით ვიბრძვით. ორივე დემოკრატიისთვის ვიბრძვით. რაც ჩვენზე გადმოვიდა, იმას ჩვენი ერი კარგად აკეთებს ახალგაზრდობა მით უმეტეს. რადგან ჩვენი ახალგაზრდობა იმდენად კონსმოსულია და იმდენად სწორად ხედავს, რომ ერთმა რო თქვა, რომ დღესო თბილისი არის ევროპის დედაქალაქიო, ის იმას ისე ხატოვნად არ უთქვამს. მართლა ესე იფიქრეს და მართლა ესე ფიქრობენ. იმიტომ რომ ესეთი თაობა, ესეთი ხალხი, ესეთი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი და თან ამდენი არც ერთს არ აყავს, ეს ყავს უკრაინას და ეს ყავს ჩვენ. თქვენ თქვით რომ ზოგადად სასულიერო პირად ყოფნა ჯერ ერთი უდიდესი პასუხისმგებლობაა და მე ძალიან ახლოს. თალაც ადამიანში ყოფნასაც ნიშნავს. სხვაში ადამიანებში, კი ბატონო. და აი ამ ფონზე როგორ შეიძლება ველოდოთ, რომ გარდაუვალია, ხო ესე ვერ შენარჩუნდება. ასეთი რაღაცნაირი ზიზღის, სიძულვილის, ბრაზის აურა აქ ვერ დარჩება. თუმცა გარდატეხებს სად შეიძლება ელოდეთ თქვენ გარდა ყველაფრისა უდიდესი წინარე წარსული გამოცდილებაც გაქვთ. ჩვენ ორჯერ მოვიპოვეთ თავისუფლება ამ ბოლო დროს. და ორივეჯერ მაშინ მოვიპოვეთ, როცა რუსეთი დაეცა. ჩვენ ესეთი ბედი გვერგო, რომ რუსეთი თუ ფეხზე იდგება ჩვენ თავისუფლება, აი სულ ესე საბრძოლი გვექნება, სულ შეწირულები ვიქნებით, როგორც თავის დროზე კოტე აფხაზი, ამბროსი ხელაია, შემდეგ როცა ახლა კოსტავა, ზვიადი ორივე შეწირეს. აი ეს მოგვიწევს ჩვენც თუ უკრაინა დამარცხდა რუსეთთან. ამიტომაც არის რომ ზელენსკი რო სწულთ. ზელენსკიზე კარს ხო ვერ დააცდევინებ, რატო? იმიტომ რომ შინაგანადაც აწუხებთ, გესმით? შინაგანად აწუხებთ, რომ რაც თვითონ უნდა გაეკეთებინა ქართველებს 2008-ის მერე მით უმეტეს. ის ზელენსკიმ გააკეთა. და მედგრად დაუდგა და ამათ ეგონათ რომ მართლა ერთ კვირაში აიღებდა და მერე იტყოდნენ რომ აი ხო ხედავთ ჩვენც იმიტომ არ ვებძვით რუსეთს და არ ვეწინააღმდეგებით რომ ჩვენც იგივენაირად თუ უკრაინა აიღო ჩვენ რას გვიზამს და ვიყოთ რა საბჭოთა კავშირში ამას ფიქრობდნენ, მაგრამ რომ ვერ აიღო და რომ დამარცხდა და მარცხდება კიდეც და რუსეთი მე გეტყვით რომ ფიქრობ კი არა ვიცი რომ რუსეთი უკვე დამარცხებულია უკრაინაში. დამარცხებულია. თუმცა სამწუხაროა რომ სისხლი კიდე იღურება უკრაინელების და მართალი ხალხის და გმირი ხალხის სისხლი იღურება ჯერ კიდევ, მაგრამ მთლიანობაში უკრაინა გამარჯვებულია. და აი უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დანარცხება ჩვენ მოგვიტანს თავისუფლებას. და ის ვინც დღეს რუსეთის იმედად არის და ზუსტად რუსულ ნარატივებს რო იმეორებს და რუსული კანონები რო შემოაკ, ისინი საქართველოს დაკარგავენ თავისთვის. რუსულ ჯარში იცოდნენ ესეთი რაღაცა. რუსებმა იცოდნენ, რომ შე არა რუსო. და ეს იყო შეურაცხყოფა. და ერთი მეძახი შე არა რუსო. ნი რუსკი ესე იცოდნენ. და ნუ არა და მე ვთხარ რა თქმა უნდა არა რუსი ვარ, მეთქი რუსი ღმერთმა მოხნასო და გაგიჟდა ის როგორ მე ვთხარი რა ვარ რუსი როგორ აი რო მე რაც არ უნდა დამიძახოს რუსი გავიცინე
რა ის რუსი ვარ ანუ რატო წინდ ესე იგი თვითონაც ხვდებიან რაღაცა არ არის ისე საქმე აი რატო უნდა გეწყინოს რუსი რატოა საწყენი ხო თუ შენ ჭიშმარიტი ქართველი ხარ და მართლა საქართველოსთვის იბრძვი მაგრამ აიცით როგორ წინდ რაც არ უნდა მონა დამიძახოს მე თუ არა ვარ მონა მე ის არ მეწყინება აი ამდენი ბავშვის ცემა ამდენი ბავშვის გაწირვა ამდენი ახალგაზრდის ციხეში ჩაყრა ქართველების ეს ყველა შეაწუხებს იმ ცრუ მოწმეებსაც შეაწუხებს ღირდა რომ იმ სამსახურად ან იმ ფულად ღირდა რომ ეს ყველაფერი რაც გააკეთეს რასაც აკეთებენ თქვენ შეხვალთ პატიმრებთან ხო გიფიქრიათ რომ ისინი მოინახულოთ არა არ მიფიქრია და მე სიტყვას უგზავნი კი სიტყვას უდიდესი სიტყვას ძალა უგზავნი თქვენ არ მოუთხოვია თუ ისინი მოითხოვენ დიდი სიამოვნე რომელიც მოითხოვს ყველასთან მივალ მაგრამ აი მე ხო არ ვიცნობ არავის მე ხარ რომ საუბრობ არავის არ თავრობიდან ვიცნობ ვინმეს ყველას ვიცნობ ტელევიზორით და მოქმედებებით და არც სიმპატიმრებიდან ვიცნობ რომ ვიცნობ იმიტომ კი არ ვიცავ არა ცხადია უბრალოდ რადგან მათ ახლა ყველაზე მეტად ალბათ იმიტომ რომ აი ამ სიტუაციაში ინტერვიუც ასე დავიწყეთ სასულიერო პირი რომლისგანაც გესმის რომ მე შენს გვერდით ვარ ამაზე ძლიერი თანადგომა სხვა არ არსებობს და ნუ თქვენ ერთ-ერთი ხართ ერთადერთი რომელიც აი მზია ამაღლობელი საქმეს ყოველთვის ახსენებს თქვენ როგორ ფიქრობთ ვინც მზია დაიჭირა იმან მზია უფრო გაანადგურა თუ ის პოლიციელი რომელსაც ლოყა უწილდა და ამის გამო ქალი ციხეში ჩასულა კი თავისთავად ირაკლი დგებუაძე ვინ გაანადგურა თვითონ ირაკლი დგებუაძე გაანადგურდა ვიდრე მზია ცალსახად იმიტომ რომ ასე უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს მე აი მაგალითად ქართულ კაცს რო ვკითხო რომლის ადგილას დადგებოდი რომელს გაიზიარებდი და ყველა იტყვი მზიას მეჩვენია მზია იყო ვიდრე არ ვიცი რა ქვია და მაგას სახელი არ წერია ეთყობა იქა და არ ვიცი კი თქვენი თავარი გზავნილი არ ვიცი თავარი სურვილი ძალიან ცხადად ჩანს ამ ინტერვიუშიც თუმცა რამდენად შეიძლება იქ სადაც ეს ხმა უნდა გაიგონ გაჩნდეს მოლოდინი გაჩნდეს ბზარები რომ რაღაც ნამდვილად ისეთი ხდება რაც უკან ვეღარ შემოაბრუნებს მათ სახელსა და ღირსებას აი ამ აქ როგორი შეიძლება იყოს თქვენი მოლოდინი შეფასებაც არ ვიცი მაგრამ მე ერთი რაღაცა ვიცი რომ მე რასაც ვამბობ ეს არის ქრისტეს სიტყვა მე ვარ ქრისტეს მღვდელი და ვამბობ იმას რაც არის ჭეშმარიტება და რაც არის სწორი და მართალი და ქრისტეს სიტყვას ძალა აქვს ყველას მიმართებაში დამნაშავეს და უდადანაშაულოს იქ სიხარულს ანიჭებს და იქ წოხარებას ანიჭებს ანუ თვითონ ქრისტეს სიტყვა და ჭეშმარიტება მათში იწყებს უკვე და დაწყებულიც არის დიდი ხანია მოქმედებას და ეს მოქმედება არის ის რომ ღრნა სულის ღრნა ექნებათ იმიტომ რომ ჭეშმარიტება უარყვეს ქრისტე უარყვეს ქრისტეს ჯვარს აცმევენ ქრისტეს ჯვარცმა მარტო ქრისტეს ჯვარცმით არ ხდება ქრისტეს მოწაფეები როცა ზოგს თავი მოკვეთე ზოგი გაატყ მაგით ქრისტე გაატყავეს ქრისტე მოკლეს და როცა ქრისტიანული ერში ასე იქცევი და ქრისტიანული ერს ასე აკეთებ და პლუს რაც ყველაზე ცუდია როცა ასე სახელი აი თვითონაც ხო იციან რომ ყველაზე მინიმუმს ვამბობ რომ 70% ქართველი საქართველოს მოსახლეობისას ვერ იტანს მათ და აი როცა ასე ვერ გიტანს იცი შენ ხა იტყვებიან რომ ხალხმა მოგცა ხმა თვითონაც ხო იციან რომ არ მიუცია იმდენს და მოიტყვის
იციან ეს რომ ამდენ ხალხს ძულხარ და ზუსტად მაშინ მიდიხარ ეკლესიაში და მაშინ აძლევ მიწევს და მაშინ ეკლესია გინდა რომ შენს გვერდით ამოიყენო შენი ბოროტების გასამართლებლად ეს ყველაზე დიდი ბრძოლაა ეკლესიისთვის ეს ეკლესიის დანგრევა ეს ეკლესიის დაცემა ეს ეკლესიის ანადგურებენ ეკლესიას ყოველთვის იმით კი არ ანადგურებდნენ რომ კლავდნენ იმით ვერ ნადგურდებოდა აი მოსყიდვით ანადგურებენ გაჩუმებით ანადგურებენ აი ეს არის ყველაზე მძიმე რასაც ესენი აკეთებენ ყველაზე მძიმე და თითქოს მორწმუნეები არიან და ხალხი მერე ამათ რო დაინახავს იქ მერე ეკლესიასაც აგინებს ეკლესიას აგინებინებენ ხო და ამას ქრისტე არ აპატიებს ამ წინააღმდეგობაშიც დამეთანხმებით ალბათ უდიდეს გამოცდილებას დაიტოვებს ეს თაობა ერი რომ სხვა დროს სხვამ იგივე აღარ გაუკეთეს იმიტომ რომ ცუდი გამოცდილებები გვაქვს წინარე მრავალი მთავრობისგან და ეს რაღაცნაირად თითქოს დიდ გამოცდილებასაც დატოვებს რომ სხვას აღარ მისცენ შემდეგ უფლება იმის ჩვენ ერთი კარგი თვისება გვაქვს ქართველებს რომ არასოდეს არ ყოფილა რომ აი მამის ცოდვას რო შვილს თხოვდნენ არ გვაქვს ეს წესი რომ აი მამა შენმა ცუდი რო ჩაიდინა ამიტომ შენ ცუდი კაცი ხარ ამიტომ მე ვფიქრობ მათი შვილებიც შემოუერთდებიან და არ ექნებათ წინააღმდეგობა იმიტომ რომ ეს თუ იქნა ძალიან ცუდია რომ ერი ახალგაზრდა არ უნდა გაიყოს და აი მათი შვილები რომლებიც დღეს ცუდად იქცევიან მათი შვილებიც შემოუერთდებიან ამათ და არც ესენი ნეტყვიან რამეზე უარს და არც ესენი შეეწინააღმდეგებიან იმიტომ რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთად უნდა ვაშენოთ ეს ქვეყანა იმ პირველ ღამეებში როდესაც ნამდვილად არ ვიცოდით ჩვენ ცალ რეპორტერები იქ მუშაობდით მე ეგეთი ღვარცოფული წინააღმდეგობა არასდროს მინახავს პოლიციისა ხალხის მისამართით და თქვენი გადაგება გამოჩნდა მაშინ და Facebook-ზე არ ვაზიარებ ხოლმე ზოგადად ისეთ კონტენტს ვერ იდები მაგრამ იმდენად ავჩუყდი მე პირადად იმდენად ემოციით ავივსე იმიტომ რომ ეგ იყო რა რაღაცნაირად სიტყვა და ის მართალი სიტყვა ის რაღაც ერთგულება თანადგომა მამად წარმოჩინება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის მადლობა იმისთვის რომ სულ გახსოვართ ჩვენ რეპორტერებიც მზიაც და ზოგადად როგორი რაღაცა არის იცით აი ეს რო ყოფილიყო პარტიათა შორის მარტო არჩევნებში მივიღებდი მონაწილეობას ერთ სიტყვას არ ვიტყოდი არჩევნებში ვღებულობ მონაწილეობას მაგრამ ეს არ არის პარტიული ეს არის უკვე სახელმწიფოს კურსი დაიკარგა რაღაცა აზროვნება შემოდის რომელიც რაღაცა უცხო ქვეყნიდან ვინ არის ეს უცხო ქვეყანა თუ შენ დემოკრატი ხარ ეს უცხო კი არ არის დემოკრატიული ქვეყნებია ხო ანუ რაღაცა როგორ რაღაცას ცდილობენ იცი რომ ხალხი უვიცი გახადონ იმიტომ რომ აი სუვერენული დემოკრატია არ არსებობს ეგეთი რაღაცა ცნება კი ამბობენ ამ სუვერენულ დემოკრატიას მაგრამ ეს არ არსებობს იმიტომ რომ მე ხშირად ვადარებ ხოლმე დემოკრატია არის აწყობილი აი ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია როგორც არის ისე არის აწყობილი მართლმადიდებელი ეკლესია როგორ არის ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში ანუ ყველა მართლმადიდებელია მაგრამ საქართველოს მართავს პატრიარქი და სინოდი ოღონდ არასწავლებას სწავლება ერთი გვაქვს ანუ წესები ერთი გვაქვს ერთი უნდა გქონდეს ანუ ქრისტიანული ну რაღაცა წესები განსხვავებული მაგრამ ქრისტეს როგორ ვცნობთ ვინ არის ქრისტე ვინ არის ღვთისმშობელი როგორია ეს სწავლება რა გვითხრა ქრისტე მოყვასი ვინ არის ეს ერთი გვაქვს ერთი სწავლება გვაქვს ჩვენ არ გვაქვს ცალკე დამოუკიდებელი სწავლება ამიტომ ჩვენ თუ რამეს ისეც ვიტყვით რომელიც არ იქნება მართლმადიდებლური ჩვენ ეკლესიების შენიშვნას მოგცემენ და თუ არ გამოვასწორებთ იმ სწავლებას გვეტყვიან თქვენ არ ხართ მართლმადიდებლური სწავლებლები ხართ ესმით და გამკვეთავენ თელ საქართველოს ეკლესიას რამდენი ეკლესია განუკვეთიათ ესე
ზუსტად ესე არის დემოკრატია. თუ შენ ამბობ, რომ შენ მართლობას აქვს, თვითონ გააქვს არჩევნები, თვითონ ირჩევ ხალხს, თვითონ ისა, მაგრამ ის დემოკრატიული კანონები, რომელიც შენ აირჩიე და თქვი, რომ ჩვენ ვართ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ის დემოკრატიული ქვეყნებისგან სუვერენულად ყოფნა როგორ გამოვა? აქ ყველაფერი deep state-ის ბრალო. ხო, deep state. ვინ არის ეს მთელი დემოკრატია თუ deep state-ია? მაშინ გადაარქვა სახელი და თქვა, რომ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა. ესე ვიყავით საბჭოთა კავშირში და დაიბრუნონ ეგ სახელი. ერთპარტიულობას იბრუნებენ. სიტყვის თავისუფლების აკრძალვას აბრუნებენ და სახელი შეცვალონ და ეს იქნება სოციალისტური რესპუბლიკა ვიქნებით. არ ვიცი. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის. არა მხოლოდ ამ ინტერვიუს.